გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რას მოგიტანთ 2 აპრილის სავსე მთვარეობა სასწორის ზოდიაქოს ნიშანში. ეს ეხება ყველა ზოდიაქოს ნებისმიერ ადამიანს, სასწორის ზოდიაქოს ნიშანში, რადგან არის ეს სავსე მთვარეობა, არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ ნიშნის წარმომადგენლებს ეხება. ეს არის საერთო ტენდენცია ყველასთვის. სასწორი არის ბალანსის და სილამაზის ნიშანი, ასე ვთქვათ, და ყველასთვის საერთო იქნება ეს თემები. მას ასე დავიწყოთ. პირველ რიგში ვნახოთ ვინ ხართ თქვენ, თქვენი სიგნიფიკატორი კარტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს კონკრეტული ვიდეო გეხებათ თქვენ და სწორად აირჩიეთ. ვინ ხართ თქვენ? თქვენი სიგნიფიკატორი კარტი. პირველ რიგში თქვენ ხართ ძალიან გონიერი ადამიანი, რომელსაც გაქვთ უნარები, რომელიც ფლობთ საკუთარ ემოციებს, იცით თქვენი ნიჭები, ასევე თქვენი ნაკლი და სისუსტეები და წარმატებით იყენებთ ამას სოციუმში. ანუ თქვენ ხართ ადამიანი, იცით როგორი ადამიანი, რომელიც მართავს საკუთარ თავს და აქედან გამომდინარე მას შეუძლია სხვების მართვაც. ანუ თქვენ ხართ ლიდერი ადამიანი გამორჩეული ლიდერული თვისებებით. თუ ემთხვევა ძვირფასებო და თუ მართლაც ასეთი ხართ, ანუ ინიციატივას ხშირად იჩენთ, გაქვთ საკუთარი ხედვა ამა თუ იმ საკითხებზე, მაშინ ეს ვიდეო არის თქვენთვის. თუ სრულიად სხვა ტიპის ადამიანი ხართ, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და ასკროლეთ. მას ასე ვინც დარჩით ძვირფასებო თქვენთვის. რას შეეხება კონკრეტულად ეს სავსე მთვარეობა? ხვალინდელი, ასე ვთქვათ, 2 აპრილის სავსე მთვარეობა თქვენს ცხოვრებაში რა სფეროს, ასე ვთქვათ, გააქტიურებს, რა საკითხებს? რაღაც სრულდება ძვირფასებო. ახლავე იხსნება ახალი გზა თქვენს ცხოვრებაში. შესაძლებელია ეს იყოს ახალი ხედვა, ახალი გზა, ახალი სამსახური. ძირითადად აქ ამოვიდა ფინანსების თემა, ძირითადად ეს არის სამსახური, ან სწავლა, ვინც სწავლობთ, ან ვინც ეძებთ სამსახურს, ან შეცვლა გსურთ სამსახურის, დასრულდა თქვენ ცხოვრებაში ეტაპი, როდესაც თქვენ თავს გრძნობდით, შეიძლება ითქვა სასოწარკვეთილად, ეს ეტაპი დასრულდა, ეს აღარ განმეორდება ძვირფასებო თქვენ ცხოვრებაში და მოდის მეტად სტაბილური დრო თქვენთვის ფინანსურ საკითხებში. ეს არის ფინანსები ძირითადად და ეს არის სამსახური, თუ სამსახურს ეხება, სადაც თქვენ გრძნობთ თავს, როგორც შეიძლება ითქვას საკუთარ სახლში. ან შეიძლება ზოგისთვის არის სახლის ბიზნესი. შესაძლებელია თქვენ გადაწყვიტოთ რაღაც ბიზნესი სახლთან დაკავშირებით. შეიძლება ეს ეხებოდეს როგორც უძრავ-მოძრავ ქონებას, ასევე სახლში ბიზნეს. სახლშიც შესაძლებელია უამრავი ბიზნესი აქვს ეს არაერთ ადამიანს, თქვენ იცით ამის შესახებ და თვითონ თქვენ, ვინც თვალყურს მადევნებთ, ასევე გაქვთ სახლში თქვენი საკუთარი საკმაოდ წარმატებული ბიზნესი. ამ საკითხებს ეხება ძირითადად. კიდევ რას აქტიურებს თქვენ ცხოვრებაში ხვალინდელი სავსე მთვარეობა? ძირითადად ეს ძვირფასებო არის პერიოდი, სადაც თქვენ მკვეთრად იღებთ გადაწყვეტილებას, მკვეთრ არას ამბობთ. ეს არა შეიძლება თქვენ უთხრათ პიროვნებას, შესაძლებელია ეს უთხრათ თქვენ თავს, რომ არა, ასე გაგრძელება აღარ მსურს, რადგან
ეს იწვევს სტაგნაციას, ეს იწვევს ერთ ადგილას გაჩერებას, ერთ ადგილას დგომას. ამიტომ მე მსურს წინსვლა, მე მსურს განვითარება, თუნდაც მარტო ვიყო ამ ჩემს იდეებში, ჩემს ასე ვთქვათ გეგმებში, მე მაინც წინ მივიწევ. ასეთი რაღაც აზრები ვითარდება თქვენს თავში, შეიძლება ითქვას. კიდევ რას მოგიტანთ, ასე ვთქვათ, 2 აპრილის სავსე მთვარეობა. ეს არის არჩევანი ძვირფასებო, მსხვერპლად ყოფნას შორის და ბალანს შორის, ესე იგი, სასწორს ედევს ემოცია, შეიძლება ამას თუ სასიყვარულო სფერო, ასიყვარული დავარქვათ, ემოცია და რაღაცის გაღება ამ ემოციის სანაცვლოდ, რასაც ვეძახი მსხვერპლს, ანუ რაღაც უნდა დათმოთ. თქვენ მიხვალთ გადაწყვეტილებამდე, რომ არაფრის დათმობა არ არის საჭირო იმისათვის, რომ ვიყოთ ბედნიერი. თუ თქვენ დგახართ არჩევანის წინაშე, ეს ნიშნავს, რომ უნდა აირჩიოთ საკუთარი თავი, საკუთარი მიზნები. ეს თქვენი აზრებია ძვირფასებო, მე არ ვამბობ, ანუ არკანების მიხედვით თქვენ ჩამოაყალიბებთ თქვენ თავში ასეთ მიმართულებას, რომ თუ არჩევანი დაგედგებათ, ეს არჩევანი სიყვარულს ეხება თუ სამსახურს, არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ თვლით, რომ უნდა აირჩიოთ საკუთარი თავი და არაფერი არ უნდა დათმოთ იმისათვის, რათა ვინმეს თქვენ უყვარდეთ, ან სამსახურში თუნდაც ვინმე იყოს თქვენს მიმართ კეთილგანწყობილი. არ ვიცი რამდენად გასაგებად გადმოვეცე ძვირფასებო, თუ რამე კითხვები გაგეჩნდებათ, შეგიძლიათ მომართოთ პირადი ტარო კონსულტაციისთვის. ახლა განვაგრძოთ, მოდი ვნახოთ რჩევა თქვენთვის, როგორ უნდა მოიქცეთ ესე კითხვების გარეშე რჩევა თქვენთვის, რათა იყოთ უფრო კმაყოფილი თქვენი ცხოვრებით. ესე იგი, რჩევა ასეთია, რომ ენდეთ თქვენს ინტუიციას თვალდახუჭული, ენდეთ საკუთარ თავს. ზოგჯერ შეგიძლიათ უბრალოდ ესე თვალები დახუჭოთ და საკუთარ თავს უთხრათ, რომ მე ბრძოლობ, მე გზას ვიკაფავ ჩემი ბედნიერი მომავლისაკენ. შემდეგ, რაც არ უნდა გულში სიცარიელეს გრძნობდეთ, რაც არ უნდა ეს შეგრძნება იყოს, ასე ვთქვათ, დამხლელი, მაინც განაგრძეთ წინსვლა, თუნდაც ელემენტარულ რაღაცეებში, აი დაუშვათ უბრალოდ რომ გაისერნოთ ხოლმე ან სადმე წახვიდეთ, მთავარია იმოქმედოთ და ის სიცარიელი, რაც ზოგჯერ, ასე ვთქვათ, ამოვსებას საჭიროებს თქვენი აზრით გულში, ამას არ მიაქციოთ ყურადღება, უბრალოდ იმოქმედეთ. ეს არის რჩევა, იყავით პრინციპული, ყოველთვის პირველ ადგილას დააყენეთ საკუთარი თავი, საკუთარი ღირსება. აქ ღირსება და არა ამპარტავნება დგას პირველ ადგილზე თქვენს შემთხვევაში. ეს არის პოზიცია, როდესაც თქვენ გახართ თქვენი თავის გვერდით და არა ვინმე სხვა ადამიანის გვერდით. და ეს ყველაფერი თქვენ მოგიტანთ კეთილდღეობას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ფინანსურს, თავდაჯერებას, სტატუსს და დოვლათს. კარგით, ვნახოთ კიდევ რა ცვლილებები მოაქვს თქვენთვის ამ სავსე მთვარეობას და ამაზე დავასრულოთ. ახალი არაა, თუმცა თქვენი განწყობა, გუნება განწყობილება მაღლდება ენერგიის ხარჯზე. მინდოდა მეთქვა ახალი ენერგია შემოდის მეთქი, თუმცა ეს ენერგია თქვენში უკვე არის. ეს არის მომდევნო ეტაპზე გადასვლა, სადაც თქვენ უკვე სწავლობთ თქვენი ენერგიის გამოყენებას და ამას მოაქვს თქვენთვის პოზიტივი.